your voice over telephone, you're craving to go mad. Let me sing it out for everybody, your neighbors, mom and dad. Gonna play this song with my attitude to quick those shiny heads. When the fool possessed, nobody will depress you. Better listen to what I say. You're talking high, you're talking low, you shake your body, move. You're moving fast, you're moving slow, you gotta wake the funky groove. Crank it up, baby, crank it right with the love of rock and roll. Talking minds are getting cool, so let's take control. Ow! Hang out, it's always in my mind. We wanna hang out with the friends I wanna find. We wanna hang out every night and day. We wanna hang out. It's all I wanna see. Checking me out in my neighborhood. I'm hanging with my friends. All I need is my funky music when a friendship never ends. All around you, we're talking too much. You better never get to the phone. Are you ready? Are you ready? Let's rock this joint. We wanna hang out. It's always in my mind. We wanna hang out with the friends I wanna find. We wanna hang out every night and day. We wanna hang out. It's all I wanna see. Everybody's cheating, lying, having problems, getting quick, and breathing down my neck. Shaking hands, I swear to tremble, nervous, treating, hiding faces, living in the tiny shed. Oh no, so many people, bombs and ethics, beggars, Lord. We could resist hatred, oh no. Forget it all, we wanna love each other now. No more painful hatred, oh no. We're gonna break this down, we're gonna break this. Hang out, it's always in my mind. We wanna hang out with friends I wanna find. We wanna hang out every night and day. We wanna hang out. It's all I wanna see. Hang out. არა, როგორი გოგოა. სუპერ გოგო. კეთი ორჯონიკიძე. კეთი ორჯონიკიძე, ნათია დუმბაძე, ნინო დოწელი და ლევან მასპინძელაშვილი. ტაში შეგებო. აი შეგებო. გილოცავთ. ყველას გილოცავთ გამარჯვებას. ოთხივე ხართ ესეთი ნუმერაციას ამგვარი მნიშვნელობა აღარა. ოთხივე ხართ ძალიან მაგარი. მე ვიცი რომ გუშინ ძალიან რთული ღამე გქონდათ, ნუ ფინალი გასაგებია, მაგრამ შემდეგ after party და ძალიან დიდი ბოდიში რომ გაგაღვიძეთ და მოგიყვანთ, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. ლევას საინტერესო სახე. მე გიყურეთ განაშაულია ეს. გადაახრიალა ესეთ რამე სიზამს. აბა. მე დესერტი ხო უნდა და შენ დაიგზავნე საკეთას უმზადე. დახმელი. საჩუქრებიდან ოთხეულს. ისეთი საჩუქრები მიიღეთ. რომელიც საჩუქრები გიჩვენეთ, ჩვენი დესერტი თუ? იცი რა, ირაკის დესერტი თუ ასაუბარი გავფიქრდებოდ. კაი, მოდი ნინო. ნინო კიდე ვიწყოთ, როგორი შეგრძნება ქონდა პირველ რიგში? ძალიან მაგარი შეგრძნება. არ ვიცი. მოელოდი? მოველოდი არა, კონკრეტულად მე მგონი მოელოდი, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გუშინ ეთერში ვისხედით, მოგვაწოდეს პროცენტული მაჩვენებლები SMS-ების მოხდა სულ ლიდერი იყავი. ხო, ანუ აი დილიდან ჩვენ მაყურებელს ქონდა საშუალება რომ გაეგო, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და როგორ იცვლებოდა და შენ იყავი უდაო ლიდერი. არა, არ ვიყავი ლიდერი, ნათიაც იყო ლიდერი. ჩვენი გადაცემის ანუ ნათი ხო გაიჩიშა და უკვე აღარ ვიცოდით, იმიტომ რომ ყველა როდიდან აღარ იცოდით? 10 საათიდან აღარ ვიცოდით რა ხდებოდა და როგორ იყო. მოველოდი არ მოველოდი, არ ვიცი. არა, რეალურად ანუ ნათია და ნინო მიდიოდნენ ძალიან ერთნაირად. ანუ აი მიდიოდნენ ძალიან ერთნაირად. ანუ იყო რაღაც მომენტი, როცა ნათია იყო, დუმბო იყო ლიდერი და თქვა საფინალო ფიქრობდით, რომ თქვა აი დუმბო. მე წამოეწია ნინო და აი ძალიან ისე მიდიოდა. თანაბრად. კი, თანაბრად მიდიოდა. ეს იყო რაღაცა მართლა ისეთი შეგრძნება, რომ აი არ ვიცი, ეხლა შოქში ვარ.
არა, ჯერ ვერა, იმიტომ რომ მართლა შვიცარიად დავიძინეთ და ჯერ კიდევ ვერ ხვდები მართლა რა ხდება. ჯერ გძინავს. მაგრამ ეს არის მართლა უბედნიერეს შეგრძნებაა ჩემთვის. როდის უნდა შეხვიდე შენს კუთვნილ ბინაში? არც ვიცი რომელი ბინაა. აი შულს გეფიცები თუ ვიცოდე რომელი სახლია საერთოდ. ჩვენ ვიცით. მე თავარია სახლია. არის სახლი რაც თავარია. რაც თორე გარემონტებულია მართლა. ნათია გუში შენი მანქანა, ახალი მანქანა შევნიშნე GPS-ის. ჩემი ვიკია. მაგისაზე რა. ისე. არუნდა ეგ მანქანა. აქედან მიდივარ წამოსაყვანო. რა პიაზეა საერთოდ გამახსენე? CR-ვი Honda ძალიან მაგარი. გასისინებული. ძალიან მაგარი. თან ახალი. მოდი შევაჯამოთ ეს კონკურსი, ეს რამდენი თვეს მიმდინარეობდა საბოლოოდ? მათთვის ეს იყო 10 კვირა. საეთერო 10 კვირა ხო? შევაჯამოთ აი ეს 10 კვირა, რა იყო ყველაზე რთული, ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე ძნელად შესასრულებელი, რაღაც შეჯამების სახით მაყურებელმაც რომ გაიგოს თქვენგან. ლევან. შენგან გვინდა პასუხი. ერთადერთი ფინალისტი მამაკაცი. გვინდა რომ ხმა მოიღოს. ხმა მოიღე. ამოვიდე. ანუ რა შევაჯამოთ ეს ყველაფერი, თავარი არის რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და არა მარტო მე მივიღე დიდი გამოცდილება, არამედ ყველა კონკურსანტმა მიიღო გამოცდილება. ხაზს გაუსვა იმას რომ მე ვარ ესეთი მომღერალი თუ როგორც ქვია ჩემთვის წყნარად შემიძლია ვიმღერო და სიამოვნო მივიღო და ეს სიამოვნო გადავდო სხვასაც როგორც აღმოჩნდა და აღმოჩნდა ისიც რომ მე შემიძლია ცირედით მაგრამ როგორც შემიძლია შოუც კი გავაკეთო ცირედით ხო ვერ ვიტყოდით ხო ჩემი გადმოსახედიდან ჩვენი გადმოსახედიდან გეტყვით რომ ძალიან მიხარია ეს მიმაღლებთ თვით შეფასებას და რეალურად ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე პლუს ისიც მნიშვნელოვანი არის რომ ანუ 4-0-იანი ორიანი მაქვს ხო 4-0-იანი ორიანი მოვიგე ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან მნიშვნელოვანია და თვითონ ფინალისტობა არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გრძნობა რასაც ყველას უსურვებ იმიტომ რომ რაც გამარჯვების შეგრძნება ალბათ თავარია ცხოვრებაში ადამიანისთვის ამათი კვირის განმავლობაში გადადეთ თქვენი ყოველგვარი საქმიანობა, რითაც მაგალითად სამსახურშიც არ დადიოდა. ხო? 3 თვე მივატყო. სამთვიანი შვებულება არის სამსახური. შენ სამსახურიდან უბრუნდები. მე წამოვედი და მე დაუბრუნდები. სამსახური ოჯახი ფაქტურად აი შვილი მეხოწება რომ დამენახე აი მართლა იმიტომ რომ შვილებს ვენატრებით არც ვერ ციზავდი სხვანაირად რომ აი ამ პროექტში მართლა ბოლომდე უნდა დაიხარა რა მაინტერესებს აი მაყურებელსაც ყოველთვის საინტერესებს შიდა სამზარეულოში რა ხდება ხო როდესაც რაიმე გადაცემა მიდის აი რა ხდებოდა ლაივიდან ლაივამდე როგორი იყო თქვენი დღის რეჟიმი დამთავრდა ლაივი 4 შაბათს აღამოწმე მე ვიწყებდი დილას ვიწყებდი ვრთავდი ადამიანს და უკვე ვიწყებდი იმ ყველაფერს ანუ შევდიოდი იმ ადამიანს მეორე დღიდან დასვენებას არც ერთი არ გაქვს ამის დრო ერთი დღე მქონდა დასვენება კი თვითონ GDS-დან მქონდა დასვენება მაგრამ ჩვენ 5 შაბათიდან ვიწყებდით იმიტომ რომ იმდენ რთულია ეს ყველაფერი შეხვიდე იმ ადამიანის სხეულში და ეს ყველაფერი მე 4 შაბათს უკვე უნდა აჩვენო. დაივიწყო უნდა ის? გამიფიქრო ტექსტი, აი მე მაგალითად ტექსტის ანუ ინგლისური რომ არ ვიცი, ყოველთვის ეთელი აი ურთულესი. მე ტვინო გაითიში, არ ითიშებოდა ტვინო, მაინც ტექსტი უნდა. და ალბათ ყველაზე რთული არის რომ ერთი როლიდან გამოხვიდე და შეხვდე მეორეში მეორე დღესვე. მე მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ ეს არის ძალიან მაგარი პროექტი. ურთულესი პროექტი და ყველაზე მაგარი პროექტი საქართველოში. კიდევ უფრო ხმამაღლა. მე შემიძლია ვთქვა რომ მაგარი პროექტი. რთული აღმოჩნდა იმაზე უფრო ვიდრე გეგონა. ნუ ბუნებრივია ჩვენ სანამ კონკურსი დაიწყებოდა იყავით ჩვენთან სტუმრად და საუბრობდით ყველა გაანალიზებულად ვამბობთ რომ ძალიან რთულია და ასე შემდეგ. უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე გეგონა. იცი რა არის რთული ანუ რეალურად გაჩნდა რა კუთხით მიუდგები. თუ ამას შემეცნებითი კუთხით მიუდგები რომ აი რაღაც ისწავლო, რაღაც გამოიტანო აქედან ხო? რთული იმდენად არის, რამდენადაც დამღლელია. ანუ ემოციურად და პოზიტიურად სიმარტივეში გადადის ძალიან მარტივად შრომის ფასზე. შრომის შემდგომ. ხო. აქედან უნდა სირთულე როგორც ესეთი, ანუ რომ აი რაღაც თქვათ ძალიან არ გამოდის და უცებ რაღაცა მსგავსი მომენტი ძალიან იშვიათი იყო. მაგრამ ის ფაქტი რომ ტვინი უნდა დაასხა პირდაპირ გაგებით რასაც აკეთებ იმისთვის რომ გამოგივიდეს ეს ჩვეულებრივი მომენტია და ანუ მე პირადად ყველაზე მთავარი რაც გამოვიტანე აქ რომ როგორც დედაჩემი ამბობს, შრომის ფასი არის ძალიან დიდი. რაღაც აღმოჩენები გააჩნიათ თქვენ თავში, რაღაცები შემძლებია თურმე? მნიშვნელოვანი რაც იყო. ჩვენი გრიმიორები უნდა აღვნიშნო, იმიტომ ისინი რომ არა, ძალიან მაგრები ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. გუშინდელი შენი გრიმი რომ გავიხსენოთ, ეს იყო უბრალოდ შოკი მე ტელევიზორით
ვაყო. ხო და ეგ იყო იმდენად დამამსგავსე, იმდენად ძალიან მაგარი გოგოები გვყავს. ყველა ელა, სოფო, არ გამოუჩეს, შაკო, იანა, ანა. აი ყველა ძალიან იმდენად გამსგავსები, იმდენად მაგრები არიან, რომ აი უფლებაც არ გაქვს რომ არ გახდე დაუშვათ წიმტაილერი. ეს გავდი მარტივას გაიძულე რა. ხო, როდესაც უფრო გავხარდა. გრიმი რაღაც დონე დახმარება ხდება. იმ ქუჩის შესაძლებელი. ხედები უკვე გინდა რომ ის იყო იმდანაც გავხო. აუცილებლად უნდა გააკეთო ის, იმიტომ რომ ხო, არა, უბრალოდ ბოდიში მინდოდა მომეხადა იმის გამო, რომ მართლა ამ ხალხის ესეთი არანორმალური შრომა რატომღაც ჩვენ ყველას ანუ აღიარებ მოგვიდა ძალიან დიდი შეცდომა და ვერც ერთხელ ვერ აღნიშნეთ შოუში. ეს მართლა ჩვენგან ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ძალიან კარგი და მადლობა ნინოს, რომ ეს ყველაფერი დღეს გამოასწორა და ჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპით. გუშინ არ თქონდა მაგის საშუალება იმ მაგრამ შენ არა ხო, მაგრამ შეგვიძლია სხვებს გავაკეთო. ხო, შენი რეაქცია იყო, მე მგონი აღარაფერი აღარ გესმოდა, ვერავის ხედავ. შენ რომ აი სილიკონები და იმდენად უკვე ტვინი გამეთიშა რა ხდებოდა აღარ ვიცი. ირაკლი და რაღაცის რამია თვი ნინოს. რაღაცა ძალიან მაგარი. მოგეხმარები რომ გასინჯოს პირველი დაიწყო. ნინო შენ გელოდება რაღაცა რო არ გვეყოფა. ძალიან მაგარია. ხო, ეს დავიწყეთ. აბა რა. გიორგი შენ მოემსახურე გოგონებს. სიმინდის ფირფიტა. არის. ძალიან გემრიელი ნაყინი და სხვათა შორის სანამ დაგნები ხა იტალიური დანადგარები ჩვენც ახლა მაგარ ნაყინს ვამზადებთ. და აღარ მოგვიწევს უცხოური ნაყინების ყიდვა. გვაქვს შემწვარი ანანასი, მანგო, შანტი ციტრონით. და არა ადეკვატური ზომის კოვზები გვაქვს ოღონდ კაპაჩი. გიგანტურ კოვზებს. ეს რამე არ. შეგიძლია ჯერ მიირთო, იმიტომ რომ ჯერ გვაქვს დრო. ცოტა. კეთო ესეც შენ. ლევანს ჭირდება ყოველს. ეს კაია, ხა ფედაფედათოში. იცი რა, ჩვენ ეს ტრადიცია უკვე დავამკვიდრეთ. ხუჩაბათი ესეთი დღე არის ჩვენთან. თავისუფლებას მაყურებლის დაბობის დღე. და ჩავიდა რომ ყოველი დღე ხუჩაბათი იყოს. და თავისუფლებას ვაცდავთ ხოლმე რომ ეთერის განმავლობაში ცვლილობის დროს დავაგემონოთ ირაკლის სუპერ კერძები. მეგობრებო, ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ ხოლმე რესტორან ლატვში, რომელიც მდებარეობს თამარაშვილის 4A ნომერში. მე ესე გადმოვიდე. ლევანი რატო დამიჩა? გზაში ვიყავი. ახლა ლევან ერთი წუთი. ეხლა ეთერში რა. ირაკლი არ მახსოვს მაყურებო ისგან და როგორ და. წამა არ გამოვა. არა უბრალოდ გზაშია კოვზი? კოვზი გზაშია, მაგრამ მოდი ირაკლის დავუთმოთ სულ 2 წუთი რომ გითხრას უბრალოდ რისგან არის მომზადებული ეს დესერტი. იქნებ თქვენც მოგინდეთ და სახლში მოამზადოთ შემდეგ. ლეო ირაკლი შენ ბო გავქენით ჩვენი ანანასი ცოტა პატარა ნაწილებად დავჭერით ტაფაზე შევწვით უარაფროდ საერთოდ არაფერი არ უნდა შემდეგ გქონდა ესეთი მანგო მე და ავთქვიფე ნაღები ოღონდ ნაღებში მივეცი ცოტა ციტრონის ისე ასიდა ხო აი რო გასინჯეთ ხო გცნობთ იმაში ხო არომატი ვალა მარწყვი გამნარი შოკოლადი და მთელი ჩემი გული სული ტაში ჩვენი გამარჯვებული ირაკლია სული და გული ჩვენი გადაცემის გამარჯვებული მართლა ირაკლია ამ შემთხვევაში ლევანს აღარ წავიდა 5 წუთი დავუკავშირე რა უნდა ვქნა ცოტა ხნით რომ მოწყდა და რო გვიმღერო მე უნდა ვიმღერო გადააყვა ეგ რო ის ზათხარ მე დაუბრუნდები შენ დესერტს კი აუცილებლად წამით რეკლამა იძლევა მაგის საშუალებას ეთერის მერე ან რეკლამის განმავლობაში უნდა აბარაც გინდა Been down and I'm wondering why this little black star zipper walking around with me.
Look around at a beautiful life. Been a up, upside down, been the inside of our, but we breathe. Oh, we breathe. Maybe tomorrow I'll find my way home. Maybe tomorrow I'll find my way home. Look around at a beautiful life. Been up, upside down, been the inside of fire, but we breathe. We breathe. I wanna swim in an open mind. I wanna swim in the ocean. Wanna take my time for me. For me. Maybe tomorrow I'll find my way home. Maybe tomorrow I'll find my way home. Look around at a beautiful life. Been up, upside down, been the inside of our. Why do we breathe? We breathe. Adlova. რეკლამის დრო არის ჩვენს ეთერში. არ გადავ. Non, rien de rien. Non, je ne regrette de rien. Ni la bien qu'on m'a fait, ni le mal, tout ça m'est bien égal. Non, rien de rien. De rien, c'est payé, balayé, oublié. Je me fous du passé avec mes souvenirs. J'allume le feu, mes chagrins, mes plaisirs. Je n'ai plus besoin de les amours avec leur trémolo, balayer pour toujours. Je repars à zéro. Non, rien de rien. Non, je ne regrette rien, ni le bien qu'on m'a fait. De rien, dans ma vie, dans mes joies, aujourd'hui, ça commence avec toi. Excellent. გამოვხდა რომ აი ასეთი რეაქცია დუმბოს არც ერთ გამოსვლაზე არ მქონია, როდესაც ვუყურე როგორ შეასრულა ედით პიაფი. მოდი იცი რაზე ვისაუბროთ, თქვენი შეფასებით საუკეთესო ნომერი დუმბოს შენი რომელი? როგორ მომენატრება ეს პოეტი? ჩემი იყო ალბათ ეს რაც ახლა შეგისწრებთ. აი მე თქვი ყველაზე დიდი გავლენა ამან. კი, რა თქმა უნდა. არა, პუგაჩო. ანუ ხო, ნუ კეთი შემთხვევაში და ალა პუგაჩოვაც. პუგაჩოვაც ამბობს, მახსოვს. ნინო ქათამაძე. ნინო ქათამაძე. აი მე ყველაზე ემოციური გამოსვლა მე.
არა, ქათამაძე იყო რაღაცა. ქათამაძე თქვენი ნინო. გეგონა რომ ნინო ქათამაძე იყო? ვინ არის შესაძლებელი? ხოდა უგრი მოთა კოსტიუმის გარშე ვეღარ ვეკვირდი. ერთ ქვეყანაში ყავდა ორი ნინო ქათამაძე. არა, ნინო შენ გამოარჩევდი ერთს რომელიმე ნომერს. ლაიზა მინელს მე გამოვარჩევდი. ლაიზა მინელი. გვერდწითელმა ძალიან მაღალი შეფასება დაიწყო. ყველაზე მე. არა, შეფასებები კი დაიმსახურა რაღაც ნომრები, მაგრამ აქ ეხლა აი ყველაზე ყვარელი. ხო, შენთვის როგორ გონია ყველაზე კარგად რომელი ნომერი გამოგივიდა, ანუ ეს გვაინტერესებს. შენ როგორ აფასებ შენს გამოსვლებს? არ ვიცი, იცი, აი ალბათ ლაიზა მინელი, მაინც ყველაზე გარდა არ ვიცი, ტინა ტერნერიც ელაფიჭი, არ ვიცი, ვერ არა, ტინა ტერნერი ალბათ განაცხადებს გამოსვლები ქონდა და ამიტომაც არის გამარჯვებული. ლაიზაც ხო, რაღაცა ელაში კიდე აქვს უფრო ცხოველი. არა ჩვეულებრივი. არა. აუკომენე. გამორჩევით ვერ გამოვარჩევდი, ანუ ეს ლაბორატორია. მეც უკვე მენატრება. ნინო ქათამაძე, ხო ჩემი დათო ხუჭაც. არა, გაქცინო? აი, გიხოცებ. როგორი ძებო ჩამოდიოდა. გამაგეთა? მიდი, ყველაფერი უნდა გააგო. ვადა, ნუსალკაზმი იყო თუმცა. აქ მეორეა. ხო, ალბათ. შენ როგორ გავჩუმდი? მე მინდა გითხრა, რომ გუშინდელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ უფრო ყველაზე ახლოს იყო ჩემთან ის მუსიკა, რაც ფინალზე ვიმღერე. მე Macy Gray-ს გამოვარჩევ. Macy Gray-ს გამოვარჩევ, მაგრამ Macy Gray ჩემთვის ტექნიკურად იყო კარგი და ეს სხვა რამის გამო იყო კარგი. ეს ძალიან რთული იყო ბოლო. ეს და ესეც ტექნიკურად კი, მაგრამ თან ახლოს იყო ჩემთან და ემოციურად კარგი იყო. Macy Gray არ იყო ჩემს რაღაც ემოციური სიმღერა, ეს იყო უბრალოდ ტექნიკურად შესრულებული რაღაცა. თუმცა ერთ-ერთი იყო. ანუ ქალის როლში ეგ იყო. ვაღიარებ. თუმცა ემოციურად ხო, და ალბათ ბონო. ბონო. შენ ბონო. ნინო, მე მაინტერესებს, აი, სულ მაინტერესებს ხოლმე გამარჯვებულები რას გრძნობენ იმ მომენტში, როდესაც აცხადებენ, რომ შენ ხარ მთლიანად პროექტის გამარჯვებული და გახდი პირველ. იცი რა, ზოგადად მე არ ვარ ძალიან ისეთი. აი, მაყურებლის ხედავს ახლა შენს ემოციებს. თითები ქონდა. მაშინ ორი წუთი ვუყუროთ და მე ახსნას თვითონ ნახე. აურას ხო. არ ვიცი ეს მართლა. არ გახსნას. მე ვარ აი ეს რო იცი ეს ხელები ჩავდა. ვერ გამოვხატავ სიხარულსა და მართლა ესეთი ვარ, რაღაცებს ვერ გამოვხატავ ხოლმე. შიგნით. შენ არა. თუმცა ჩახტი ეგრევე. აბარა. რა მაგარი. გიჟდები დუმბაძის გულშემატკივრებზე. დუმბა! ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრები ყავს ფათაშვილის. კი, და გადაცემის ფულობის დროსაც აი მე მინდა გუშინდელი შემთხვევა გავიხსენოთ. აი მორჩეს ვიდეო და დავბრუნდები კეთი ორჯერ კიცის. რა, კეთამ რა. გულშემატკივარი ბავშვები. ეს რა მე გამოვტოვე რა? გიშე გამოტოვე. ძალიან რა მაგარი. რა იყო? კეთი ეს არის შენი გულშემატკივრები იყო, რომლებმაც ჩვენთან ერთად შეასრულა შენ. შეიძლება გითხრა პირველად ნახე ის ბავშვები. არა, ესენი იყვნენ. უბრალოდ აქტიური ბავშვები. ხო, აქტიური ბავშვები, რომლებიც, ანუ ამას კეთი თვითონ ვერ შეამჩნევდა, რა თქმა უნდა და ვერავინ სხვა. ანუ კეთიმ რო დაიწყო ეს სიმღერა, მონაწილეების უკანა მხარეს იჯდა ეს ორი ბავშვი და მე ვდგავარ ხოლმე ყოველთვის ანუ სცენასაც უყურებ და ხალხსაც უყურებ ეს კულისებთან რა. ზუსტად ჩემ პირდაპირ და ნინი ჩივაძე ჩვენი ანუ პროდიუსერის ასისტენტი მეუბნება რომ ამ ორ ბავშვს შეხედო. ნინს გვერდით ხედან და გავხედე და ორი ბავშვი მთელი ნომრის განმავლობაში რაც კეთი მღეროდა საკონკურსო ნომერს ასრულებდა. აი როგორ ემოციებში იჯდნენ, ისხდნენ, ესე არ განძრეულან, არ ამდგარან არაფერი, ისხდნენ და აი სრული ემოციები, ესალი ტექსტი მართალი იცოდნენ ზეპირად და რაც თავარია მე ნინი ყვება რომ ერთმანეთში ქონიათ დიალოგი. მოდი დავნიცლავდეთ, რომ მე უფრო კარგად ვიმღერებ ვიდრე კეთიო. ჩვენ ამას ვაკეთებდითო ზამთარშიო და მე უფრო კარგად გამომივა ვიდრე კეთისო. შეიძლება შემდეგი სეზონის მონაწილეები იყვნენ ის. მე შოკში ვიყავით. მე არ ნახეთ მეცი რა გამოსცემეთ ეს ბავშვი. ელენე, მოდი შემდეგ სეზონზეც ვისაუბროთ. მესამე იგეგმება ხო? მესამე სეზონი იგეგმება, თუმცა რა თქმა უნდა
ჯერ ძალიან ადრე იმას ვლაპარაკი, ვთქვათ, ვინ იქნება, რა იქნება, როდის იქნება, იმიტომ რომ ჯერ ახლა დასრულდა ეს. სექტემბრიდან დაველოდეთ? ახალი სეზონიდან ალბათ. ახალი სეზონიდან ხო, ანუ ახალი სეზონიდან რა თქმა უნდა რაღაც ახალი გადაცემები, ახალი ენერგიებით რომ შემოვალთ. ეთერში უკვე იქნება მესამე სეზონიც ერთი შესაბამისად. გულიდან ხსნებათ ალბათ რომ ძალიან არ იქნებით მონაწილე. მართლა რომ ვფიქრობ. ხვალ რო აღარ არის. კი, ანუ ეს ტელევიზია იმდენად მოდი მიგიღე. სხვებს ასწავლეთ. ეს ტელევიზია იმდენად შემიყვარდა. აი მძღოლებიც ყველას მოვიკითხავ მართლა, იმიტომ რომ რაღაცა აი პროდიუსერები, გვანცა, ელენე, გოგონები, ნინი, ქეთო, ყველა ანუ ის ადამიანები, ვინც თქვენს ნომერს გამდნენ და ასე მონაწილეობდნენ, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თამბეჭდავი ნომრები გამოდიოდა სწორედ მათი დახმარებითაც და მართლაც ალბათ მართლა ძალიან მაგარი კონკურსია და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც ამ პროექტში მე დამიძახა. და მომცა საშუალება რომ მე ჩვენებინა ანუ ეს რა შეგიძლია ხო მე ამას ალბათ მართლა 100 კლიპი რო გადამეღო ვერ მივახცევდი რეალიზების საუკეთესო საშუალება კი და მე მგონია რომ ესენი უბრალოდ მომღერლები აღარ არიან რაღაც უფრო მეტი ხართ იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდა ჩააგვარდა ძალიან რთულია და სხვათა შორის ანუ რა მინდა ვთქვა რა ძალიან რთულია ხოლმე ყოველთვის ანუ პირველ სეზონზეც გაგვიჭირდა და მეორე სეზონზე შედარებით ნაკლებად მაგრამ ნუ მაინც ადამიანებს იმდენად რთული კონკურსია რომ მომღერლებს, მსახიობებს, ხო, ჟურნალისტებს, თქვათ, ცნობილ სახეებს, ვინც გვინდა რომ მონაწილეობა მიიღოს შოუში. ყოველთვის აქვს. გახსოვს შარშა რო იწყებდი რომ მკითხე, ცალკბათ ისე ხო არ გინდა მე რა გითხრა. მარმღირი თქო. არა უთხარ. იმიტომ რომ გაბედაობის რაღაც უმაღლესი ის უნდა კონდეს. ამათ მართლა გაბედეს და წამოვიდნენ დუტა რომელიც მსახიობია. გაბედა და წამოვიდა. ნუ დანარჩენები ხო ვთქვათ ბორისის მომღერალია, ვერიკოც მომღერალია, იოც მღერის ბენდი თავისი ვთქვათ და აი დუტამ გაბედა და თან არ არის მარტივი ხო, იმიტომ რომ როცა წლების მანძილზე რაღაც საკეთებ კონკრეტულს და მიჩვეული ხარ იმის კეთებას და ხარ კარგი ხო. იმ საქმეში რაღაცა ახალი ამათ შემთხვევაში ხარ როცა ვთქვათ თუნდაც ყოველას თავისი კონკრეტული მიმართულება აქვს ჟანრი აქვს იცის რაც მღერის ხო კვირდან კვირამდე ახალი ხასიათის მორგება ხმის დუტას ჯოკოკერი მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ზოგადად მთელი სეზონის განმავლობაში ნამდვილად ბორისი ყველა იო ვერიკო ანუ ყველა ერთნაირად შრომეთ მუსიკალური კონკურსი და არც უბრალოდ სამსახიობო ოსტატობის გამომჟღავნების კონკურსი ანუ ეს სეზონი რო იწყებოდა მაშინაც თქვი, წინა სეზონი რო იწყებოდა მაშინაც თქვი, რომ ამ პროექტში თუ იღებ მონაწილეობას, აი არ ვიცი, ჯერ თავი რო უნდა გადადო ეგ უკვე ვთქვით, მაგრამ უნდა მღეროდე, უნდა შეგეძლოს მოძრაობა, უნდა გქონდეს მსახიობის რაღაც მონაცემები. თუმცა აი ეს ყველაფერი ცოტა მაინც თუ გაქვს ჩვენ მართლა ისეთი პედაგოგები ყავს და ისეთი ჯგუფი ყავს, რომ აი იმ ცოტას ამოგიქაჩავენ აუცილებლად და მაქსიმალურად გაგაკეთებინებენ. აი პროფესიონალები რო ყავთ, იმიტომაც არის რომ ესეთი ხარისხიანი პროდუქტი იდება შესაბამისად საბოლოოდ. კი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მობრძანებისთვის. კიდევ უფრო დიდი წარმატებები და სანამ გადაცემას დავასრულებდეთ, მანამდე მინდა ირაკლი მოვიკითხოთ და თავიდან ხოლმე რაღაცნაირად რომ შევაჯამოთ დღეს ჩვენი კულინარიული შედევრები. შეხო გამარჯვებული ხარ ირაკლი. მუსიკალური კულინარიული დღე. შეიკით დავიწყოთ, მოდი და კიდე თავიდან რომ შევახსენოთ მაყურებელს, რომ გამოვიყენოთ შეიკისთვის. მე ვიცი როცა მღერის, მარტოცა სამზარეულოში ერთხელ გამოვიყენე. ერთი ოქჟე მოყოლილი მაქვს, ჩემი მზარეული ამყვა ერთი 4 თვის მერე რა. ხო და ხო, ნუ ბომ. დაუბრუნდეთ კერძებს. ხო, შეიკით დავიწყეთ, ხო, შეიკით დავიწყეთ, შეიკში გავქენით. მარწყვენა, მანგოს კომპოტი რო გავხსენი, იმ სიროპის ნაცვლად ის მანგოს წვენი ჩავასხით, ხო? მარწყვე ავიღეთ, ნაყინი ავიღეთ. ზედმეტი შაქრების გაზრდილი, ყინული და მანგოს წვენით დავატკბეთ. ხო, და ჟუნ და ეგრევე მოგვაგდა ამბავი. სამწუხარო სტუმრებს აღარ დავუტო. არა, უბრალოდ ისეთი გემრიელია, რომ დიდი ვაზაში მაგალითად. ბოდიში მაგალითად. ჩვენი კამბალას ფილე, ხო. ეს ისეთი კერძზე ვისაუბრებ, რომელსაც მე შემოვედი არ შევჭამ თქო. აღარ არის არა მე რომ მოვიგე. მომენტში. კამბალას პიურე კი არა და კამბალას ფილე, იმაში ამოვავლე, რა ქვიან, კარტოფილის ცხინილში
მე შევწვით ცოტა კარაქში, ცოტა ზეთში და ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ ეს კეთო, რა არის ეგ? ეგერმეისტერი. ვარა. ეგა. ამ ეგერმეისტერით იმას ფლამბე გავუკეთეთ. გაპინული ცოტა სასხამ ცეცხლზე და დაავადებული. გაპინული ფხალი გქონდა, ის გავალბეთ ცოტა ნაღები მივეწამდა, ცოტა მაგილი, ცოტა უცხოსუნელი და მანდ გავჩერდი. ბევრი არაფერი არ უნდა, ხო? მე სატაცური გქონდა თეთრი, ის შევწვით ცოტა კარაქში. ის არ დაგავიწყდეს კრევეტის და ქოქოსის ძის соуსი გავაკეთე. და მეგობრებო, ისეთი იყო ეს ყველაფერი. გაკეთებიდან 3 წუთში აღარ იყო. აი ესე, ამიტომაც ჩვენ წავედით შემწვარი ანანასთან ერთად. და დესერტი ეს ჩვენ რო არ მოვიგებთ გრიმი ესე? დიდხანს იკეთებდი, ხო? ირაკ. დესერტად გქონდა სიმინდის ფირფიტა, ცოტა ჩემი შეცდომაც იყო და მთლად მარტო ჩემიც არა, უბრალოდ ცოტა ეს დითებში უნდა გასულიყო და იმიტომ რომ ცოტა უხერხული სიმინდი არა, რეკლამაზე ძალიან ხერხული იყო ნაცილი, იყო შემწვარი ანანასი, იყო მანგო და უკვე რომ თებშებზე რომ მოვჭი ამ სულ ყველაფერს, ან შანტი ამოვიყვანე, ნაღები ამოვიყვანე, ტკბილი, ცოტა სიტრონის ის მივეცი ცედრა, რომ ლიმნის გემოზე წავიყვანოთ და ბოლოს გამახსენდა რომ სულ თავში ის რომ წვალობდი შეიქს რომ ვაკეთებდი, ცოტა მარწვის წვენი ხო ამოვიღე მე და მასივაში შევინახე, ამისთვის მქონდა შენახული და დამავიწყდა. არა უშავს, ჯერ კიდევ არა შოკოლადი მოვასხით. ცხელი შოკოლადი მარწყვი იყო. სტუმრებო თქვით, კარგი იყო და ძალიან გემრიელე, ფანტასტიკური. და მე მინდა რომ დღევანდელი გადაცემა დაასრულოს ნინო ძოწენიძემ როგორც პროექტის გამარჯვებულმა და კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ეს ძალიან დიდი და მადლობა იმ ხალხს, ვინც მე დამიმესიჯა და დამეხმარა ამ ყველაფერს. და მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ მონაწილეებს, იმიტომ რომ თქვენი შრომის შედეგია, რომ ჩვენ ყოველ ოთხშაბათს ველოდებოდით 10 საათს საღამოს ტელევიზორთან ვსდებოდი, ბავშვს სასწრაფოდ ვაძინებდი, რომ ხელი არ შემშულოდა და გიყურებდით და სიამოვნებას ვიღებდი. დიდი მადლობა. მე არ ვარ ერთადერთი მაყურებელი. მე ძალიან მადლობა თქვენი მოთხს კიდე ახლა აქ რომ არ არიან და მადლობა კიდე შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც დებდა ამ ძალიან დიდი მადლობა ზოცკა, როგორც გეძახიან. მადლობა პარკოს კიდე. და მადლობა ირაკ. მიკროფონი გაქვს სავარძელში მე მგონი. და ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალ შევხვდებით 12 საათზე, რა თქმა უნდა. კეთი მოდი აბა მოდი. Vis ramdeni, khameshes na frashi,